უშინ ღამის სტალინის ძეგლი ტყიბულიდანაც აიღეს 7 მეტრიანი ქანდაკება ტყიბულის ცენტრში რასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იდგა ძეგლის აღება გამთენიისას მოხდა, რასაც რაიონში უკმაყოფილება ან მასობრივი პროტესტი არ მოყოლია. ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივ გამგეობაში გორში სტალინის ძეგლის აღების პროცესს არ უკავშირებენ. ადგილობრივ საკრებულოში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს რაიონული ცენტრის სრული რეაბილიტაცია და ცენტრი შემოსაზღვრულია სპეციალური ღობით, სადაც სტალინის ძეგლისთვის ადგილი გათვალისწინებული არ არის. უცნობია თუ სად გადაიტანენ ან რა ბედი ეწევა საბჭოთა ბელადის ძეგლს. სტალინის ძეგლი იმდენად მაღალ კვარცხლბერდზე იდგა, რომ ტყიბულის გამგეობის შენობას თითქმის ფარავდა. რატომ აიღო ხელისუფლებამ გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლი ღამით ყველასთვის მალულად? ამ კითხვაზე მაესტროს ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა უპასუხა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გადაცემა პოლიტმეტრის სტუმარი იყო. აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ ძეგლის ღამით აღების მიზეზი არა პროტესტის შიში, არამედ უბრალოდ მოსახლეობის უსაფრთხოება იყო. მონუმენტი, რომელიც საკმაოდ რთულად მოსახსნელია და შეიძლება მისმა, ასე ვთქვათ, გადაადგილებამ საფრთხე შეუქმნას ადამიანებს, ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ბუნებრივია მისი ამ მონუმენტის მოხსნა დღისით, დღისით პრობლემები შეუქმნა მოძრაობას გორის ცენტრში და კარგად იცით სადაც დასამალი ხელისუფლებას არაფერი ჰქონდა ამას ამბობთ თქვენ დასამალი ხელისუფლებას არაფერი არ ჰქონდა და არც ექნებოდა პოზიცია ძალიან ცალსახა იყო რომ სტალინი არის ადამიანი რომელიც წინ წარუძღვა საქართველოს ოკუპაციას 21 წელს და ის არ შეიძლება იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ქალაქის ცენტრში როგორც მონუმენტი სამაგალითო მონუმენტი ის უნდა იყოს გადატანილი მუზეუმში და ეს მუზეუმი უნდა იყოს კიდე ერთი მაგალითი იმ ოკუპაციისა რომელიც საქართველოში განხორციელდა საქართველოს პატიმართა თანამედროვეობის პრეზიდენტმა ადვოკატმა ლალია ფციაურმა და რუსმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ერნესტ ჩორნიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, საქართველოს ციხეებში პატიმართა მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ხაზი გაესვა პატიმარ ვლადიმერ ვახანიას პირობებით. ადვოკატების თქმით, ვახანია გლდანის ციხეში ცალკე საგანში გადაიყვანეს, რაც მათი აზრით პატიმრის უსაფრთხოებისთვის სახიფათოა. იმის შემდგომ რაც სასამართლო პროცესები დაიწყო, ანუ 21 ივნისის შემდეგ ვლადიმერ ვახანია გადაყვანილი იქნა განმარტოვებულ საგანში. ვფიქრობთ, რომ ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი და შემაშფოთებელიც. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არაერთხელ გვსმენია იმ პატიმრების თვითმკვლელობის შესახებ ჭყალებში თვითმკვლელობა, რომელიც ხელისუფლებას ყელში გაეჭხირა. გავეცანი ვლადიმერ ვახანიას საქმეს და ბევრი კითხვა მიჩნდება, რაზეც პასუხს ვერ ვღებულობ. ვლადიმერ ვახანიას საქმეს ბოლომდე გავყვები, რადგან მისი უდანაშაულობა ნათელია. თბილისში გიორგი ბრწყინვალეს გამზირზე 16 სართულიანი სახლის სადარბაზოში მუზეუმ-სამლოცველო გაიხსნა. მუზეუმი, სადაც საქართველოს მხარეების, ძველი თბილისისა და პოეზიის კუთხეების ფოტომასალაა გამოფენილი, წლებია იქმნება. მას და სამლოცველო კუთხე დაემატა. მუზეუმ-სამლოცველო ბინის მკვიდრის მიხეილ ტყებუჩავას ორგანიზებით გაკეთდა. სამლოცველოში პირველი სანთლები სასულიერო პირებმა დაამტეს. ხოლმე შეიძლება ესეთი კარგი გაოცებით შეხვდე აი ამ ნოვაციას, რომელიც არის ნამდვილად სიახლე ჩვენი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ როგორც წესი, ქართული საზოგადოებისთვის სამწუხაროდ დამახასიათებელი იყო ის, რომ სადარბაზო თითქოს არ ეკუთვნოდათ მათ და აი ეს არის რაღაცა პირველი ნაბიჯი იქითკენ გადადგმული, რომ სადარბაზოც არის ნაწილი ჩვენი ცხოვრებისა. ეს სადარბაზო იყო ყველაზე ერთ-ერთი ბიძური სადარბაზო, ასე ვთქვათ, რომ ყველაფერს აფუჭებდა, აქ ხდებოდა აი საშინელებები, ასე ვთქვათ და ახალგაზრდებმა მოვკიდეთ ხელი ჩემი ინიციატივით და დავიწყეთ ლიფტიდან, პირველი 10 წლება გავაკარეთ ლიფტში, ექსპერიმენტი იყო ეს და რომ გავიდე და არავინ არ გააფუჭა, აი 10 წლება რომ ხელი არავინ არ მოკიდა, უკვე გადმოვინაცვლეთ სადარბაზოსკენ და აი მოვედით სამლოცველოსთან. საოცარი რამე, მე აღფრთოვანებული ვარ, მე ხა ყველა სადარბაზო ესე რო იყოს. ხა მე ამას სადარბაზოს აღარ დაუძახებ ალბათ, ეს არის რაღაცა ხელოვნების რაღაცა ნიმუში ალბათ, მაგრამ მე ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ისეთი მორიდებით შევედი შიგნით და ისეთი მოწიწებით, რომ ავიცი ხა აქ შემსვლელი ნებისმიერი ალბათ ასე იქნება და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მაგარი რაღაცაა.
თბილისის ზღვაზე დღეს აფროსანთა ასოციაციისა და თბილისის ზღვის კლუბის ინიციატივით საკრეისორო იახტებში მოყვარულთა შეჯიბრმა სტარტი აიღო. ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და ერთი თვის განმავლობაში გრძელდება. შეჯიბრი ყოველ კვირა დღეს იმართება. დღევანდელ შეჯიბრში კი 7 გუნდი მონაწილეობდა, თითოეულ ნავში 5 მონაწილე იჯდა. კლუბის მიზანი საწყალოსნო სპორტის განვითარება. გამარჯვებულს აფროსანთა ასოციაციის თასი გადაეცემა. დღეს იმართება, ესე იგი, საკრეისორო იახტებში მოყვარულთა შორის, ესე იგი, შეჯიბრი. ჩვენი კლუბის ძირითადი მიმართულება ის არის, რომ განვავითაროთ საერთოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ეს არა მარტო სპორტია, არამედ ეს ნებისმიერი ადამიანისათვის ჯანმრთელი დასვენება. ეს არის აი რაღაცა მეგობრების ჯგუფები, რომლებსაც ყავს საკუთარი ნავები, ზოგი ჩვენი კლუბის ნავია რამდენიმე ცალი, რომელიც ესე თქვათ გათხოვებული გვაქვს. საერთოდ უნდა მიიღოს სულ 12-მა 13-მა. ამ თვითონ ნავში ალბათ 5 კაცი არის. თეატრი ათონელზე ფრანგი რეჟისორის ჯამელ მამუდის სპექტაკლის O3 K4 თავისუფლებას პრემიერა გაიმართა გუშინ. საპრემიერო ჩვენება დღეს საღამოსაც გაიმართება. ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის პირადი ხელშეუხებლობის, გადაადგილების და ბევრი სხვა უფლება. ადამიანის თავისუფლება სცენიდან სხვადასხვა ენაზე არეულად იმიტომ გვახსენებენ, რომ ეს ყველას უფლებაა, განურჩევლად რასისა და ეთნიკური კუთვნილებისა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვახსენებთ სამყაროს, რომ ეს ქმედებაში უნდა მოვიდეს და არა სიტყვებად დარჩეს რა. ფრანგმა რეჟისორმა ჯამელ მამუდმა 03 K4 თავისუფლება საკუთარი პიესის მიხედვით დადგა. სპექტაკლში თავადაც ითამაშა. ჯამელ მამუდი საქართველოში 10 წელია მუშაობს. მისი სპექტაკლები თავისუფლებისკენ, გონიერებისა და სიყვარულისკენ სწრაფას ეძღვნება. ამ სპექტაკლში ორნაირი ფინალი შემორთავაზეთ, ბნელი და ნათელი. ნათელი ნაწილია ის, რომ ბოშების თავისუფლება იქ არის, სადაც ისინი კარგად გრძნობენ თავს. შეუძლიათ გადაადგილება. ბნელ სცენაში კი ტუსაღი ტყვეობაში კვდება. მნიშვნელობა არ აქვს ეს ფიზიკური კვდომა თუ კუნებრივი ასასრული. სათქმელი მაყურებლამდე სწორად მივიდა. ძალიან კარგად გამოიკვეთა ადამიანის უფლებების შელახვა, თავისუფლების შელახვა, მაგრამ ცოტათი შემეშინე, იმიტომ რომ ბოლომდე არ იყო გარკვეული გამოსავალი რა, აქ იყო უფრო ნაჩვენები, ირონიული სახითაც, პირდაპირი კუთხითაც, აი ყველანაირად იყო ნაჩვენები ადამიანის შეზღუდვები თავისუფლების ჩარჩოებში რომ არ ჩავშდეთ, ალბათ ეს უფრო ჩვენ თვითონ უნდა ვეძებოთ ამის აქედან გამოსავალი. სპექტაკლისა და ფილმის სინთეზი, ტრაგიკომედია, უცხოდ და საინტერესოდ გამოხატული თავისუფლების იდეის ხილვა თეატრში ათონელზე მაყურებელს დღესაც შეუძლია. 18 ივლისკენ 03 K4 თავისუფლებას არტ გენზე კლუბ 33-აში ითამაშებენ. სიმბოლურად ღია ცის ქვეშ, თავისუფალ სივრცეში.